წმინდა ნინო კაბადოკიის ქალაქ კოლოსედან იყო. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით ის წმინდა გიორგის ნათესავი გახდა და პატიოსანი მშობლების რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის დის სუსანას ერთადერთი ქალიშვილი იყო. 12 წლის ასაკში ნინოს ოჯახი იერუსალიმში გადავიდა. მამა ზაბულონი ბერათა იკვეცა და უდაბნოში განმარტოვდა. დედა კი დაუძლებულთა მზრუნველად დაინიშნა. ნინო ახსესდელად ცარა ნიაფორას ქრისტეს საფლავის მომლოს მიაბარეს, რომელმაც მას მაცხოვრის ცხოვრების შესახებ უამო. ნინომ სარასგან გაიგო, რომ ქრისტეს კვართი საქართველოში ყოლის შემდეგაც სურდა მისი ნახვა და თაყვანისცემა. ღამეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოიცხადა ნინოს და უთხრა: "წადი ჩემს წილხვეთ საქართველოში, იქ ადაგე სახარება და მე ვიქნები შენი მფარველი." ღვთისმშობელმა მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელიც ნინომ თმებით შეკრა და მთელი ცხოვრება თან ატარებდა. ნინო საქართველოში 1 ივნისს ფარავანის ტბასთან შემოვიდა და მცხეთაში ჩავიდა. მან ქადაგებით მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. მისი ლოცვით ძლიერ და სნეული შეეწია უშუალოებს და მცხეთაში ქრისტეს რჯულის პირველი თაყვანისმცემლების შეკრება. წმინდა ნინოს ლოცვით განიკურნა დედოფალი ნანა, რამაც ქრისტიანობის გავრცელებას ხელი შეუწყო. ნინო გარდაიცვალა სოფელ ბოდბეში, სადაც დღეს მისი სახელობის მონასტერი დგას. წმინდანის საფლავზე აგებულია წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც დღესაც მორწმუნეთა სიწმინდეა. ბოდბის მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრზე მდებარეობს. 2006 წლის 7 ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. გადმოცემის თანახმად აგებულია ქართველთა განმანათლების წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზე. წმინდა ნინო უნდა გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფელ ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. მე-17-18 საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ წიგნობანი ზაქარია ბოდბელი, ონოფრე ბოდბელი, იოანე ჯორჯაძე, დავით ბოდბელი, იოანე მაყაშვილი და სხვები. ბოდბის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც აღმოსავლეთით 3 ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და დასავლეთით ნართექსით არის გარშემორტყმული. ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის აგურით. კუთხეები შირიმით არის გამოყოფილი. ცენტრალური ნავი გვერდითებზე მაღალი და განიერია. ორფერდა სახურავითაა გადახურული, ხოლო გვერდითა ნავებს ცალფერდა სახურავი აქვთ. ნართექს სამნაწილად იყოფა ნახევარწრიული თაღებით. შუა ნავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, სადაც მბელთავრის საბადიო ადგილიც არის განთავსებული. ცენტრალურ აფსიდში ქვიშაქვის ტრაპეზია. გვერდითი ნავების აფსიდებში სამკვეთლო და წმინდა ნინოს ეგვტერი მდებარეობს. ეგვტერში წმინდა ნინოს გამოსახულებაა და მარმარილოს საფლავის ქვა. ტაძრის მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული და მოიცავს ბიბლიურ სცენებს, წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ცხოვრების ეპიზოდებს. კანკელი 1823 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანე მაყაშვილმა შექმნა. ტაძარში დაკრძალულია მიტროპოლიტი კირილე ჯორჯაძე და იოანე ბოდბელი. ბოდბის ტაძარი მე-12-მე-19 საუკუნეებში მრავალჯერ განახლდა. მისი ფასადები ხასიათდება პროპორციულობით და სისადავით, სადაც ნართექსის სამთაღიანი კედელი ყველაზე დეკორატიული ელემენტია. წარწერა ტაძარზე მიუთითებს, რომ იგი დემეტრე პირველის მეფობის დროს 1025-სა და 1056 წლების შუალედში გადაკეთდა. 1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1899 წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა, ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, 3 შვერილი აფსიდით. თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ეტყობა მე-17 და მე-19 საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანი შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით. წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეებია შემორჩენილი. მონასტრის ერთ-ერთ სიწმინდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ-ერთ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სადა და დანით დაუსერა სახე, რისთვის ამ მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა. წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა წინასწარვე გამოარჩია მისთვის სათნოდ. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ 200-მა კაცმა ძვრავე რუყო წმინდანის მცირე სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად
30 დღე გლოვობდა სიობლესათვისა, საფლავთან ხალხი სიძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს პატლით. პირველი ტაძარი წმინდა ნინოს ლუსკმაზე, ფრია დიდი და ყოვლითა სამკაულითა შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს. შენ ნანა, თუ დაგსადად ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმინდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძლებლად ეგოს ეს ადგილი. მთავარ ეპისკოპოსს კი მეფე ევედრად განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს. წმინდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა, ამიტომაც ეწოდება წმინდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად აუდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმინდა ნინოს შობლების, წმინდათა ზაბულონისა და სუსანას სახელობის მცირე ეკლესია.